ზოგადად აბსტრაქციებზე ვმუშაობ ძირითადად, მაგრამ მე მჭირდება ხოლმე დამტვირთვა, რაღაცა პაუზასავით გარდამავალი. აბსტრაქციიდან შემდეგ აბსტრაქციამდე რაღაცა ვისვენებ ხოლმე და ეხლა გავაკეთე რამდენიმე ნამუშევარი ბოლოს. აი ეს არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ აბსტრაქცია დავიწყე და ტიტა გამოვიდა საბოლოო ჯამში. ამას ქვია სიზიფე. შემდეგ დღეს უკვე აი ეს თეთრი მზის უმცირები იყო. სათაური აქვს გოგონა, რომელმაც თვარეს უამბო და მზეს უმზირა. მზეს უმზირიდან გამომდინარე. ეს ვიპოვე იმ დღეს უჯრაში, არის ძალიან ძველი ნამუშევარი. იყო გადაჭიმული და ეთყობა მე გადავხსენი და იყო ძალიან მტრიანი, სულ მდგომარეობაში და შევაგდე საერთხს მანქანაში. მეთქი რაც იქნება, მაგრამ ესეთი დაჭმული უფრო მომწონს. ეს იმ დღეს ვიპოვე მამაჩემის სარდაფში, არის ციგა, რომელზეც გავიზარდეთ მე და ჩემი ძმა და გადავაქციე ობიექტად, ქართულ ასოებს სულ ვიყენებ ხო იცი და აქაც ჩავრთე. ეს არის ძველი საკმაოდ 2019 წლის, ეს და კიდევ ერთი მაქვს აქეთ კედელზე, მარტო ეს ორი დამრჩა, დანარჩენი ყველა კერძო კოლექციაშია. და არის ბაბუაჩემის ხელნაწერები დაჭრილი და გამოყენებული, წერილებს ვიყენებ ხოლმე და ეხაც ჩემი გამოფენის კონცეფცია, რომელიც იქნება აპრილში ლიეტუვაში მუზეუმში, მოდის აი ამ წერილებიდან. საინტერესო ისტორია აქვს დრეზდენში სახელოსნოში მუშაობის დროს შემთხვევით გავხსენი ბუხარი, რომელიც სავარაუდოდ არავის არ გაუღია, ალეკოსაც კი არ გაუღია ამდენი წელი და აღმოვაჩინე წერილები, გადახდის ქვითრები, თურმე აი ამ სახელოსნოში ცხოვრობდა ბეიერების ოჯახი და აი ამათი რაღაცა ქვითრები და ასე შემდეგ და იმდენად საინტერესო ვიზუალები ქონდა, რომ იმის მერე ამდენი წელია აი ამ ვიზუალებს ვხედავ და ამ ვიზუალებს ვიყენებ არტში. და ნუ ამ სერიას ქვია ძველი ბუხრის მოგონებები. ესენი ახალი ნამუშევრები არის უკვე გორში, რაც გადმოვედი იმის მერე. ვეფხის ტყაოსნები არის პროლოგი და ეპილოგი. ვეფხის ტყაოსნის თემაზეც მუშაობ. ხშირად ჩემებურად რა. ზომების მიხედვით მიწვე, ეს არის 2022 წლის მე მგონი. ამ სერიიდანაც მხოლოდ ეს დამრჩა. მეორე გაიყიდა ჰესინკის აუქციონზე 2 წლის უკან. რაღაცა ფრანგული წარწერებით. სუფრა იყო ინსპირაცია და სხვათა შორის დაკრძალვის სუფრის მაგით სუფრა არის და ეს ფეხები მაინტერესებდა ხოლმე ბავშვობიდან და ფეხების კომპოზიციები თავისი განწყობებით. აქ წერია ბედის წიგნი ჯერ კიდევ გადაშლილი.